გამარჯობა მოგესალმებით ყველას. მორიგ ეპიზოდს ვწერთ ბოლოს სიტყვის. თბილისში ამ სტუდიაში ვართ ბექა პატურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი ცხვიტავა, ბრიუსელიდან თამარა ნუცუბიძე და ვაშინგტონიდან ია მეურმიშვილი. მოკლედ ცოტა პაუზა გვქონდა, ერთი კვირა ჩავაგდეთ, მაგრამ იმედია ჩვენი მაყურებელი ამას გაგვიგებს, ტექნიკური საკითხები იყო. და ამასობაში დაგროვდა თემები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს და დაგროვდა თემები გლობალურადაც. ყველაზე ესეთი დიდი ამბავი, რაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში მოხდა, ერთ-ერთი იყო ტრამპის და სი ძინპინის შეხვედრა. ასევე ზუსტად საქართველოსთან კონტექსტში გაჟღერდა კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნები, ხომ არ გამოიყენება საქართველოს ტერიტორია რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის სივრცედ, ასე ვთქვათ, და კორიდორად და ამავდროულად უშუალოდ შიდა პოლიტიკაშიც გვაქვს მნიშვნელოვანი საეჭვო და დასაფიქრებელი მინიმუმ რბილად რომ ვთქვათ თემები, რომელიც უკავშირდება ნეიტრალიტეტს ბრჭყალებში. შეიქმნა კიდევაც აქ უკვე დარეგისტრირდა თუ არ ვცდები პარტია, უკვე როგორც ასეთი ფორმა მიიღო ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, სწორედ ასე ქვია ნეიტრალური საქართველო. ამ თემაზეც ვისაუბრებთ და ეს ყველაფერი ჯდება იმ კონცეფციაში, რასაც პრინციპში ჩვენ ხშირად ასე ჩაწერის მიღმა ვახსენებთ ხოლმე. ეს არის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს ეგრეთ წოდებულ სუვერენულ დემოკრატიას და ეს მოდელი რაღაცნაირად ჩვენი აზრით თამაშდება უკვე საქართველოში. აი ამ თემებზე ვაპირებთ მოკლედ რომ ვიმსჯელოთ. გზადაგზა დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ბევრი საინტერესო მიმართულება გამოჩნდება ამ ჩვენი დისკუსიის დროს, ამიტომ დარჩით ბოლომდე, მიადევნეთ თვალი ამ ეპიზოდს აუცილებლად ბოლომდე და შემდეგ უკვე ჩაერთეთ დისკუსიაში კომენტარების მეშვეობით და თუ არ ხართ ამ არხის გამომწერები ამ დრომდე, გირჩევთ რომ გამოიწეროთ. დიახ, გამოიწერეთ არხი. დაალაიქეთ ვიდეო, იაქტიურეთ კომენტარებში, ეს მნიშვნელოვანია YouTube-ის ალგორითმს კარნახობს, რომ ეს ვიდეო ღირს ყურებათ და შესაბამისად სხვა მეტ ადამიანთან მიიტანს. ისაც თქვენ მოგეწონათ, სხვებსაც გააგებინეთ. ახლა გადავიდეთ მე მგონი პირდაპირ ვაშინგტონზე. მით უფრო რომ სის და ბატონი ტრამპის შეხვედრა შედგა. რა იყო ეს ყველაფერი? და რას ველოდოთ? გამარჯობა, კოლეგებო, გამარჯობა ყველას, ვინც გიყურებს, მე შემოუერთდებით ხოვნას. გამოიწერეთ არხი, ვფიქრობ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას იღებთ ხოლმე აქ და ძალიან ვაფასებთ იმ აქტივობას, რასაც აქამდე იჭერთ. ახლა გადავიდეთ უშუალოდ ამ შეხვედრაზე. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მაღალი მოლოდინების შეხვედრა იყო, რომელსაც მედია ძალიან აქტიურად განიხილავდა. საკმაოდ გრძელი ტური იყო ტრამპისთვის, ეს მარტო სი ძინპინს არ შეხვდა, იქ მოგეხსენებათ ის იყო რამდენიმე ქვეყანაში, სადაც შეერთებული შტატებისთვის საბოლოო ჯამში ეკონომიკურად ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია, რომ არაფერი ვთქვათ ჩინეთთან ამ რაღაცა დროებითი ზავია ფაქტობრივად ეკონომიკური, რომ არაფერი ვთქვათ ამაზე. შეხვედრა ტრამპი თვითონ კმაყოფილია როგორც ჩანს, ყოველ შემთხვევაში მის განცხადებებიდან გამომდინარე, არის ჯერ ისევ რაღაცა საკითხები, რაც არ არის ბოლომდე ჩახურული, თუმცა საბოლოო ჯამში შეხვედრა ძალიან წარმატებული იყო იმ მხრივ, რომ მსოფლიოში ორ უდიდეს უმსხვილეს ყველაზე მეტი გავლენის მქონე ქვეყანამ ეს ეკონომიკური ომი რაღაცნაირად არ დაიწყო თუ დაწყებული იყო შეაჩერა. ყოველ შემთხვევაში ერთი წლით მაინც, იმიტომ რომ ბევრი შეთანხმება რაც მიღწეულ იქნება ეს ჩინეთის მხრიდან იშვიათ მინერალებზე შეზღუდვის მოხსნა ისევ რომელიც სულ რაღაც 2 კვირის წინ დაუწეს ამერიკულ კომპანიებს, ასევე TikTok-თან დაკავშირებული რაღაცა გაურკვევლობები ჯერ ისევ ბოლომდე არ არის ეს გადაწყვეტილი, თუმცა აი ეს ტარიფების დაწესება ერთმანეთისთვის და ეს გაურკვევლობა, რომელსაც ის იწვევდა საერთაშორისო ბაზარზე, ამ შეხვედრის შემდეგ დასტაბილურდა ყველაფერი. ბაზრებმა ძალიან კარგად მიიღეს სხვათა შორის ეს შეხვედრა და
მატება უკვე იყო შეერთებულ შტატებში ყოველ შემთხვევაში ამ შეხვედრის შემდეგ. მანამდე ორი სიტყვით იმაზეც რომ ვთქვათ, რა ხდებოდა სი ძინპინთან შეხვედრამდე, უნდა ვთქვათ ის რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იაპონიაში ვიზიტი ტრამპის. იაპონია მოგეხსენებათ ჩინეთის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა თუ ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს იაპონიას ჩინეთთან. სი ძინპინთან შეხვედრამდე იაპონიის ახალ პრემიერს შეხვდა ტრამპი, რომელიც არის შინზო აბეს პარტიის თუ ესე მემკვიდრედ განიხილავენ მას იაპონიაში შინზო აბესი, რომელთანაც ტრამპს ჰქონდა ძალიან კარგი პერსონალური ურთიერთობა. ანუ რაღაც ამ პერსონალურ ურთიერთობაზე აწყობით კიდევ იაპონურმა ბიზნესმა შეერთებულ შტატებში დაახლოებით $9 ტრილიონი ინვესტიციის ჩადების პირობა დადო, რაც ძალიან დიდი თანხაა თავისთავად. და მათ შორის სხვათა შორის იაპონია ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელსაც ტრამპმა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფები დაუწესა ეს გათავისუფლების დღე რომ იყო 2 აპრილს, მაშინ იაპონია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ამ ტარიფების, მაგრამ აი როგორც ჩანს იაპონიასთანაც ურთიერთობა, ეკონომიკური ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ამ ვიზიტის შემდეგ და მნიშვნელოვანი ესეთი უსაფრთხოების თვალსაზრისით ის იყო, რომ ტრამპი მოუწოდებს იაპონიას, რომ საკუთარი თავდაცვა გააძლიეროს, რაც იაპონიის შემთხვევაში ახლა დეტალებში რომ არ შევიდეთ, ესეთი საკმაოდ დიდი ნაბიჯი იქნება იაპონიისთვის და როგორც ჩანს ტრამპი რაღაც საჯაროთაც რაღაც ერთგვარ ზეწოლას აწარმოებს იაპონიაზე, რომ ამ მიმართულებით წავიდეს. რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტი ალბათ არის საინტერესო, რას ცვლის ეს შეხვედრა, მით უმეტეს იყო განცხადებები ამ თემაზეც ტრამპის მხრიდან. კი და გარდამავალად ნახეთ, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების ნაწილმაც თითქოს უარი თქვა ლუკოილის და როსნეფტის დასანქცირების მერე. ამაზე რა შეგვიძლია, რა გავლენა შეიძლება გქონდეს ამ ყველაფერს? ძალიან ესეთ სიმბოლურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს რაღაც ეს ვიზუალით რა წარმოდგენას და მას განცდა სტოვებს და ასევე რა თქმა უნდა შინაარსითაც. ტრამპის ადმინისტრაციის ძალიან დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთ-ჩინეთის კავშირი შეერთებულ შტატებისთვის არის უსაფრთხოებისთვის არის საფრთხე. და ამიტომ ტრამპი რაღაც ადმინისტრაციას ჰქონდა ეს შებრუნებული ნიქსონი თუ რივერს ნიქსონ მიდგომა ჩინეთთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინ შეერთებული შტატები ჩინეთი და ნიქსონმა ჩინეთი და საბჭოთა კავშირი რაღაცა ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით საბჭოთა კავშირს ჩამოაშორა ერთგვარად ჩინეთი. ახლა თითქოს ფიქრობენ, რომ პირიქით რუსეთი უნდა ჩამოაშოროთ ჩინეთს, იმიტომ რომ არ მოხდეს ამ ორი ძალიან მძლავრი სახელმწიფოს რესურსის გაერთიანება შეერთებულ შტატების წინააღმდეგ. ეს ვიზიტი რამდენად ჯდება ამ კონცეფციაში, არ ვიცი, სასაუბროდათ ის სადისკუსიო თემაა ეს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ეს ესკალაცია, რომელიც ვნახეთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაწყებული ბაიდენის ადმინისტრაციიდან და შემდეგ რა თქმა უნდა ტრამპის ტარიფებით და ეს გაცვლა გამოცვლით მუქარების და რაღაცა აკრძალვების ეს განიმუხტა სრულად. განიმუხტა ეს უკრაინასთან და რუსეთთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ რუსეთი თქვათ ჩინეთს ეძლევა რაღაცა ლავირების საშუალება ამერიკასთან კონდეს უკეთესი ურთიერთობა ეკონომიკურად თუ რუსეთთან, რომელიც უფრო მომგებიანი იქნება მისთვის და რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება თუ მოუწევს ამ მიმართულებით, რომ შეერთებული შტატები უფრო მეტად წონიანი იქნება ჩინეთისთვის. ალბათ ეს არის ერთი. მეორე საუბარი შემფასე თუ რა ვიცი ანალიტიკოსები საუბრობენ აქ იმაზე, რომ შესაძლოა ჩინეთი ასევე დაინტერესებული იყოს გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ შეიცვალა და არის ახლა უკვე გაჩნდა იმის იმედი, რომ შესაძლოა ცეცხლშეწყვეტამდე მივიდეს პუტინი. ჩინეთი შესაძლოა ცვლიდეს საკუთარ რაღაცა მიდგომას უკრაინის მიმართ.
ეს ზოგიერთი მიმომხილველი ამბობს იმას, რომ შესაძლოა თუ უკრაინაში ოდესმე სამშვიდობო ჯარი გაიგზავნა, სამშვიდობო მისია გაიგზავნა გაეროს ეგიდით, შესაძლოა ჩინეთმა ამაში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა მხოლოდ რუსეთი ითხოვს ამას, როგორც იცით, რომ თვითონ იყოს მშვიდობის გარანტორი უკრაინაში. ამ კონტექსტში ფიქრობენ, რომ ჩინეთი რუსეთს არ დაუკავშირდება ამ ხრივ, თუმცა რაღაცა ეს საერთაშორისო ძალების ნაწილი შეიძლება იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან დიდი ინტერესია ჩინეთის მხრიდან ჩაერთოს უკრაინის რეკონსტრუქციის მიმართულებით, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები თუ რაღაცა სამშენებლო თუ სხვა უამრავი პროექტი იქნება განსახორციელებელი მას შემდეგ, რაც ცეცხლი შეწყდება და მშვიდობა დამყარდება უკრაინაში. ანუ ამ ხრივ ფიქრობ, რომ ჩინეთი რაღაც თავის მომავალსაც ხედავს უკრაინაში და შესაძლოა იმ ტრამპის დამოკიდებულებამ უკეთესმა თუ გაუმჯობესებულმა დამოკიდებულებამ უკრაინის მიმართ შესაძლოა ეს ჩინეთის გათვლები ამ ხრივაც ცოტა მეტად უკრაინისკენ გადახარა. ანუ მოკლევადიან პერსპექტივაში მე მაინც რაღაცა ახლო მომავალში რამე ეფექტი ხომ არ შეიძლება იქონიოს იმ გაგებით, რომ დღეს უჭირს ძალიან უკრაინას და დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები მიიღოს შემოსავალი რუსეთმა, ხო? ნუ ნავთობის გაყიდვაზე მივდივარ. ამაზეც იყო გარკვეული სიგნალები თითქოს, რომ ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შტატებიდან შეისყიდოს ენერგორესურსები, თითქოს ასეთი განცხადება გააკეთა ტრამპმა. როგორ ფიქრობ, ანუ ეს მიდგომა, თქვათ, აი ეს ვიზიტი რამდენად იმუშავებს მაგაზე, რომ თქვათ შეამცირონიქ. გვახსოვს ეს წინაპირობები, რომ კომპანიებმა თითქოს უარი თქვეს შეჩერებაზე რუსეთიდან. სახელმწიფო კომპანიებზე ალბათ. კერძო სექტორი სავარაუდოდ უფრო ფრთხილად მიუდგება, მით უმეტეს ჩინური კერძო სექტორი ფრთხილად მიუდგება ნებისმიერ სანქცირებულ რუსულ კომპანიას, გამომდინარე იქიდან, რომ სხვაგან უბრალოდ საშუალება არ ექნებათ ბიზნესი აწარმოონ. ანუ ის კომპანიები, რომლებიც მარტო რუსეთთან ურთიერთობენ, შესაძლოა მათ გააგრძელონ, ან რაღაც საფრთხე არ იგრძნონ ამ სანქციებიდან გამომდინარე, მაგრამ სახელმწიფო კომპანიები ინდოეთის შემთხვევაშიც ვნახეთ ეს ძალიან მკაფიოდ, როცა სანქციების გამოცხადებისთანავე რამდენიმე ძალიან დიდმა კომპანიამ თქვა, რომ რუსულ ნავთობს აღარ ეყიდიან გადასამუშავებლად. მოკლევადიან პერსპექტივაში ალბათ ეგ იქნება უფრო, რომ თქვათ ამ რუსეთის გამომდინარე იქიდან რამდენად არის რუსეთი დამოკიდებული ენერგორესურსების გაყიდვით ომის დაფინანსებაზე, ამ წყაროს შემცირება, თქვათ, გადაკეტვა ალბათ არარეალური რაღაცა სურვილია, მაგრამ შემცირება ამ შედინებული თანხის სავარაუდოდ რუსეთს აფიქრებდნენ, ყოველ შემთხვევაში მაგიდასთან მაინც მიიყვანს. ეს არის ტრამპის გათვლაც და მეორე გათვლა უფრო გრძელვადიანი, რაც აქვს ტრამპს ამ ენერგორესურსების მიმართულებით, ის არის, რომ უნდა რომ შეერთებული შტატები იყოს მსოფლიოში ყველაზე დიდი, როგორც გაზის, რომელიც ახლა უკვე არის ამერიკა, ასევე ნავთობის მიმწოდებელი ქვეყანა. და ნუ ჩინეთმა თუ დაიწყო შეერთებული შტატების ენერგორესურსების უფრო აქტიურად ყიდვა, ცხადია ეს რაღაცა ძალიან დიდი ეკონომიკური წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ხო, მაგრამ მე მგონი რომ ამ კონტექსტში ჩვენ არ უნდა გვაუწყდეს ჩინეთის სისტემა არ მუშაობს ეგრე რომ რაღაცა ეგრე ილავიროს რა მას აქვს გაცხადებული პოზიცია, მას უნდა თავის რეგიონში პოლუსი იყოს და ეს არ გამოვა თუ ევროპა არ დასუსტება, ევროპა დასუსტება იმ შემთხვევაში თუ კი ომი გაგრძელდება. შესაბამისად მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ იმას რომ ჩინეთმა თავის ამ რაღაცა გეოპოლიტიკურ ხაზს ესე უცბად გადაუხვიოს, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ ამ პროცესში რუსეთი ზედმეტად არ გაძლიერდეს, შესაძლოა უშვებ ვერსიად რომ კი რაღაცა შეამციროს თუ სულად არ შეწყვეტს ამ ენერგო შესყიდვებს და დააბალანსოს სწორედ ამერიკით და ეს ამერიკას მიცემს დამატებით ბერკეტს ევროპაზე ზეწოლისთვის. რაღაცა ესეთ
რაღაც სამკუთხედში ვხედავ ჩინეთის თამაშს, იმიტომ რომ ჩინეთი არასდროს ესე რაღაცა და არ ცვლის ხოლმე თავის აი ამ რაღაცა სისტემურ ხაზს. არა, რა თქმა უნდა და ჩინეთი ამ შემთხვევაში დრო ახლა უკვე ჩინეთის მხარეს არის ვიდრე ტრამპის მხარეს ან თუნდაც ევროპის მხარეს, ესეც გასათვალისწინებელია. ჩინეთი თამაშობს ძალიან გრძელ სტრატეგიულ თამაშს, მაგრამ ნუ ტრამპს აქვს რამდენიმე ესეთი ახლო და ხო მიზანი ერთი არის ნუ მისთვის პრიორიტეტად ქცეული უკვე უკრაინაში ომის დამთავრება და შეერთებული შტატების ეკონომიკურად გაძლიერება, რაც ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების, კარგი სავაჭრო ურთიერთობების გარეშე შეუძლებელია. ჩინეთი ამას როგორ გამოიყენებს, მაგრამ მე სათავისოდ რა ვიცი, მე აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ესე მარტივად არ არის ჩინეთს არაფერი არ შეუცვლია, უბრალოდ ის ესკალაცია რაც ვნახეთ აქამდე ის შეჩერდა და ისიც შეჩერდა 1 წლით. ახლა აპრილშია დაგეგმილი ტრამპის ვიზიტი პეკინში და შემდეგ უკვე სი ძინპინი უნდა ჩამოვიდეს 2026 წელს რაღაც მომენტში უნდა ჩამოვიდეს ამერიკაში. აი მე ვფიქრობ, რომ მაშინ უფრო მეტად გვეცოდინება რამდენად წარმატებული იყო ის რაც ახლა დაიწყო ტრამპმა. ამ ეტაპზე გარდა იმისა, რომ რაღაცა პოზიტიური მცირე პოზიტიური რაღაცა ცვლილებები გვაქვს, ამის გარდა ესე დიდ დასკვნებს ჯერჯერობით ვერ გავაკეთებთ, ჩემი აზრით. კი ბატონო, როგორც პუტინი ცდილობდა, ალბათ მისი კაპიტალი, ხო? ანუ ინტერესი არის კაპიტალი, ანუ ჩინეთის კაპიტალი, ჩინეთის ფული ევროპაში, ევროპის ყველაზე დიდ სატერიტორიოდ ყველაზე დიდ სახელმწიფოში, უკრაინაში და თუ ეს ინტერესი გაჩნდა იქ ფულის სახით, რა თქმა უნდა, ფული ყველას სჭირდება, ხო? და თავის ინტერესის ხაზი იქნება ცალსახად გატარებული. იმიტომ რომ ჩინეთი არის აფრიკაში, ჩინეთი არის ყველგან აბსოლუტურად, ჩინეთს აქვს თავისი გრძელი და ახლა ეს არის მისთვის ერთგვარი შესაძლებლობა იმისა, რომ იყოს ევროპაში, ხო? მე რა თქმა უნდა თავისი ინტერესები ამეთი გაიმყაროს და ტრამპთან იქნება ეს თუ სხვა მოლაპარაკებების მაგიდაზე აწარმოოს ის თამაში, რომელიც მას უნდა და რაც შეეხება რუსეთს და ჩინეთს, აქ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რუსეთის ტერიტორიაზე მილიონობით ჩინელი ცხოვრობს უკვე და რუსეთი ბევრწილად არის უკვე ჩინეთზე დამოკიდებული, ანუ მისი ერთგვარი ვასალი არის, ხო? ორი რამ ახსენეთ, რამაც გამახსენა თურქეთი, ერთი რეკონსტრუქციის შემთხვევაში დაინტერესება ჩინეთის და მეორე, როდესაც საუბრობდით, რატი ახსენებდა ევროპის გაძლიერების ან პირიქით დასუსტების საკითხს და რადგან ახალი ამბავი არის თამარასთან კარგი იქნება ამ თემაზე საუბრის გაგრძელება. ერდოღანის და მერცის შეხვედრა ვნახეთ და ამაზე უკვე ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო 1 წელია თურქეთის მიმართ ინტერესი იზრდება, გასაგებია რატომაც სამხედრო რესურსები ნატოს წევრი ქვეყანაა, ევროკავშირის წევრობაზე ბარიერები არსებობს და თავად თურქეთს აქვს არაერთხელ გაცხადებული პოზიცია, რომ მათ აინტერესებთ უკრაინის საკითხი, მათ რეკონსტრუქციის ნაწილშიც და ისედაც, ნუ იქ ყირიმი თათრები და ასე შემდეგ. თამარ, რა იცვლება ამ დინამიკაში თურქეთის შესაძლო წევრობის მიმართულებით? ხო, ჩემთვის მაგალითად ძალიან და საინტერესო იას მე ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში თამარ, მე მგონი იას უნდა დავემშვიდობოთ, იმიტომ რომ შეზღუდული ქონდა დრო და თუ იას რამის დამატება უნდა თავად ამ საკითხზე და თქვათ ან თუ რამე დარჩა სათქმელი წინა თემაზე, ვადროოთ და შემდეგ თამართან გადავალთ. არაფერი, დიდი მადლობა. ერთი ის, რომ თურქეთი უკიდურესად მნიშვნელოვანი მოთამაშეა ამაში, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იქნება თამარას მოსმენაზე, რა თუ არის რამე მიმართულებები ამ მხრივ. მაგრამ თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ასევე ყიდულობს რუსულ ნავთობს და გაზს, ისევ რომ დაუტრიალდეთ ამ თემას და აი სანქციებს რა გავლენა ექნება ამ ყველაფერზე. თურქეთიდან ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს არაფერი როსნეფტისა და ლუკოილის შესახებ. ძალიან საინტერესოა როგორ წავა განვითარდება ეს მოვლენები. ასე რომ დიდი მადლობა და დაგანშიფოთ. მნიშვნელოვანია საქართველოს კომპონენტი, ხო? ამ
აი ამ კამპოტში სად არის საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თამარ. სანამ ამ საინტერესო თემას თამარა გააგრძელებს, მე მინდა მოგმართოთ კიდევ ერთხელ რომ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და ასევე თქვენ ახლა შეიძლება პირველად გვიყურებდეთ ჩვენ კავკასიის ეთერში. ესეთი სიახლე გვაქვს. შედგა ეს კოლაბორაცია, თუმცა იცოდეთ რომ ჩვენ ვართ YouTube პროექტი, ბოლო სიტყვა, შეგიძლიათ დასერჩოთ პირდაპირ YouTube-ში და ისე გამოგვიწეროთ. რამდენიმე ეპიზოდში ტექნიკურ საკითხს რომ მოვაგვარებთ, QR კოდის გამოჩნდება, რომლიდანაც უფრო მარტივად გადმოხვალთ არხზე. მანამდე კი თუ კი კავკასიის ეთერში გვიყურებთ, გთხოვთ YouTube-ზეც დაგვიმეგობრდით, გამოგვიწერეთ და იქაც გავაგზავნოთ ურთიერთობები. მადლობა და თამარ ბოდიში ჩაგეჭერი, შენ ძალიან საინტერესო თემით უნდა გააგრძელო. პირიქით საინტერესო იყო შენი ჩაჭარა, ალბათ ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის. ხო, იამაც ძალიან საინტერესო კომპონენტი წამოწია, მაგრამ ჩემთვის მაგალითად სანამ ეხა ჩვენ ჩაწერას დავიწყებდით, რო წავიკითხე მერცის განცხადებები, ყველაზე უფრო მეტად თვალში მეცა მისი განცხადება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ყველაზე უფრო რთული საკითხი, სწორედ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაა და თქვენ ეს ყველამ კარგად იცით და ისეთი სკეპტიკური ქვეყანა, როგორც გერმანია, რომ ჩადის თურქეთში და თურქეთის მოედანზე ასეთ პირდაპირ განცხადებას და მხარდამჭერს აკეთებს, ალბათ ძალიან ნიშანდობლივია და ჩემი აზრით ეს დაკავშირებულია სწორედ იმ სეგმენტთან, საკითხიც, რაც იამ წამოჭრა ეს სანქციების თემა, ასევე ყველამ კარგად იცის, თუ რამდენად ცდილობს გერმანიაც ამ სანქციებთან დაკავშირებით იყოს ლიდერი ქვეყანა, რომ ეკონომიკურად მოხდეს რუსეთის მოხრჩობა და სავარაუდოდ ალბათ ამ თემაზეც იყო დახურულ კარს მიღმა საუბარი და რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი დონის საკითხები წყდება, რომელი მხარეები, რა თქმა უნდა, რაღაცა დათმობებზე მიდიან, რაღაც ნაბიჯებს დგამენ, ასე რომ შესაძლო არის, რომ ძალიან სერიოზული ლაპარაკი იყოს კულუარებში, ის რაც ჩვენ შეიძლება ვერც გავიგოთ და მეორე სეგმენტი კიდევ არის ასევე რამდენად ძლიერი არის თურქეთი ნატოში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ესეც ძალიან დიდი კომპონენტია და ამასთან მიმართებით, ანუ თუ კი მოხდა და თურქეთი თქვათ ამ სანქციების კუთხით რაღაცა გადახედავს პოზიციას და ტრამპიც ამას აფიქსირებს, როგორც იცით და საინტერესოა, რომ თუნდაც ორბანი ჩადის ვაშინგტონში და ამ ხრივაც ტრამპს ძალიან მკაფიო განცხადებები აქვს და თუ კი მოხდა ამ ხრივ თურქეთის პოზიციის სვლა და უფრო მეტი და ღია ნაბიჯები გადაიდგმება ევროკავშირის მხრიდან ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც თავად თურქეთი ითხოვს, მაშინ ძალიან საინტერესო კონფიგურაცია იქნება და ამ შემთხვევაში ბუნებრივად უნდა გადავიდეთ საქართველოზე და აი ეს მუდმივი და უკვე რიტორიკული შეკითხვა ჩვენ სად ვართ, მე მგონი ხდება ყველაზე უფრო აქტუალური, ხო? აი გარშემო რო შეხედოთ გეოგრაფიულადაც მართლა სად ვართ და კიდე ერთი ინფორმაცია გუშინ გაჟღერდა, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როიტერსი აუცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპი შეხვდება ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც აპირებენო ჩასვლას ვაშინგტონში და ამ ვიზიტს წინ უსწრებდა სტუბის ფაქტიურად გუშინ და გუშინ წინ იმყოფებოდა ასტანაში, სხვათა შორის თვალში მომხვდა სტუბის იქ ყოფნა და გავიფიქრე ნეტა რატომ რაღაც ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად თვალში მომხვდა და ეს როიტერსის ინფორმაცია რომ წავიკითხე, დაალაგდა ჩემ ტვინში, იმიტომ რომ ასევე ჩვენთვის ცნობილია, რამდენად ახლოს არის სტუბი ტრამპთან და ანუ ჩემი გადმოხედვით მე ამ რეგიონის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ აი თუ დამეთანხმებით თქვენს, ჩემი გადმოხედვით ახლა მუშაობა უკვე ამ ცენტრალური აზიის რეგიონზე მიდის, ზუსტად ამ ეკონომიკური საკითხების გამო, ზუსტად სანქციების გამო და ზუსტად რუსეთის ეკონომიკურად მოგუდვის გამო და კიდევ აქედანაც რომ შემოვიდეთ, მაინც მოვდივართ საქართველომდე და ალბათ
უნდა ვახსენოთ ამ მხრივ ის აჟიოტაჟი, რაც წამოიწყო თვითონ ქართულმა ოცნებამ ოსალივანის მიერ გაგზავნილ წერილზე და მაყურებელმა ვინც არ იცის, მოდიო ორი სიტყვით აუხსნათ, რომ ქართულმა ოცნებამ თვითონ გამოიტანა წერილი, დახურული წერილი და თქვეს, რომ სანქციების კუთხით, ანუ მადლობას უხდის ევროკავშირი, რომ ასე კარგად მუშაობს ქართული ოცნება და სანქციების გვერდით ავლას უშლის ხელს. დილას რომ წავიკითხე ეს წერილი ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ მე პირადად მადლობა ნამდვილად ვერ ამოვიკითხე, გარდა ძალიან დიპლომატიური ტონისა და მთავარ ნაწილში ძალიან ღიად იყო საუბარი და პირდაპირ იყო ჩამოთვლილი იმ მეორადი დანიშნულების საგნების და პირდაპირ იყო მინიშნებული, რომ სწორედ ეს ნივთები შესაძლოა გამოყენებული იყოს რუსეთის საომარი მანქანისთვის. და შემდეგ აგრძელებს სალივანი, რომ ძალიან დიდი პატივისცემით მოვითხოვთ, რომ არ იყოს აი ამ ნივთების რეექსპორტი რუსეთში, რადგანაც სწორედ ეს ეხმარება რუსეთს გვერდი აუაროს სანქციებს და ბოლოში აი ყველაზე ჩემთვის საინტერესო წინადადება იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აწარმოებს ამ სახის ნივთებსო, ბევრმა სხვა ქვეყნებმა, რიგმა ქვეყნებმა რეგიონში უკვე იპოვეს გზები სანქციების ავლისო და არის იმის საფრთხე, რომ საქართველოს გახდეს ახალი მარშრუტიო. მოდი აქვე ავხსნათ და ვახსენოთ და ვთქვათ, ვინ არის სალივანი. ხო, სანქციების კუთხით, ანუ ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც სპეციალური, ანუ ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა სპეციალური განყოფილება, რომელიც ადევნებს თვალს და 19 პაკეტი კი მიიღეს და საკმაოდ ძლიერი ეს პაკეტები, მაგრამ ნახეთ, ევროკავშირი დადგა პრობლემის წინაშე, რომ ყოველ ახალ პაკეტზე რუსეთი პოულობს გვერდის ავლის გზებს და ევროკავშირი დადგა ამ პრობლემის წინაშე, რის გამოც შეიქმნა სწორედ ეს განყოფილება, რომელიც კურირებს და აკვირდება, რამდენად ასრულებენ ქვეყნები ამ სანქციებს. კარგი, შენ ხომ არ ქონია კომუნიკაცია ვინმესთან, მანდ ხო არ გიკითხავს რა მადლობის წერილზე არის ლაპარაკი? კაი, შეიძლება წერილი ორმა ადამიანმა წაიკითხოს, ერთმა აღიქواس როგორც მადლობა, მეორემ არ აღიქواس როგორც მადლობა. ეს ადამიანის ინტერპრეტაციის საკითხია, მით უფრო რომ ბრიუსელში ხშირ შემთხვევაში აი ამ დიპლომატიურ ენას ისე იყენებენ, რომ ვისაც როგორ უნდა იქიდან მოაბავს კუც, დამატებითი კომუნიკაცია ხო ქონია ვინმესთან, თუ კი ვინ იყო ეს ვინმე და რა გითხრეს, იყო ეს მადლობა თუ გაფრთხილება? კი, დღეს მქონდა კომუნიკაცია, ვერ დავასახელებ ვინ იყო, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ კომისიის წარმომადგენელი იყო, საკმაოდ ვრცელი საუბარი მქონდა და ესეთ ინსაიდერულ ინფორმაციას მოგაწვით, რომ დააფიქსირებული იქნა, რომ ფორმა იყო დიპლომატიური, ანუ შეგვიძლია ჩავთვალოთ მადლობის ნაწილი, რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივად დიპლომატიური ენა იყო და ნახეთ ძალიან კაფიოდ გაუსვეს ხაზი იმას, რომ წერილი ოსალივანმა გაუგზავნა ქართულ ოცნებას 9 ოქტომბერს. ქართულმა ოცნებამ ეს წერილი გამოამზეურა და პიარულად გამოიყენა, რა რიცხვია 29-ში გუშინ, ხო? 29 ოქტომბერს, ანუ თითქმის ერთი თვის შემდეგ. და ევროკავშირში აქვთ ესეთი მოსაზრება, რომ ეს გაკეთდა იმიტომ, რომ მომავალ კვირას 4 ნოემბერს იქნება წარდგენილი გაფართოების ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ეხება იმ ქვეყნებს, ვინც არის აი ამ გაფართოების კალათაში და რა თქმა უნდა მათ შორის საქართველოს როგორც კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირში თვლიან, რომ გამომდინარე იქედან, რომ პოზიტიური სავარაუდოდ თუ არაფერი, ბევრიც არაფერი იქნება ანგარიში, ამ ნაბიჯით ქართულმა ოცნებამ წინს წრებად ესეთი საინფორმაციო ველი შეამზადა და მე სხვათა შორის მე მოსმენილი არ მქონდა და წავიკითხე შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელიც ადასტურებს ზუსტად ევროკავშირის აი ამ მოსაზრებას, სადაც მან თქვა, რომ ბიპოლარობა აქვს თურმე ევროკავშირს, რომ ერთი ხელით გვაქებენო და მეორე
ხელით გულანძღავენო და ანუ ევროკავშირში თვლიან რომ ეს არის ერთგვარი საინფორმაციო ველის მომზადება იმისთვის რომ მე ესე თქვა რომ ბიუროკრატია ევროკავშირში და deep state ალბათ არ ვიცი ახლა რა სიტყვათა წყობას გამოიყენებენ რომ ამ ანგარიშით თქვათ ურტყამს საქართველოს და რეალურად საქმეს ვინც აკეთებს და ოსალივანი მოიაზრება სწორედ იმ გუნდში რომელიც აკვირდება როგორ სრულდება სანქციები აქებს საქართველოს აი ესეთი პოზიცია გამოდის კაცო ანუ თქვენი აზრით მაინტერესებს თუ კი შენ როგორც პარტია როგორც რეჟიმი ევროკავშირისგან იღებ რაღაცა წერილს, სადაც მადლობა წერია და ამ წერილს აღიარებ მადლობის წერილად და აფასებ როგორც შენი გაკეთებული საქმეების დადებით შეფასებას. მეორეს მხრივ თუ კი იგივე ორგანიზაცია რაღაცა სხვაზე გაკრიტიკებს, ესე იგი ის კრიტიკაც უნდა მიიღო როგორც კრიტიკა. არა? წესით კი, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგიტომაც ყოფენ იქ რაც ახსენა რა, ანუ რაღაცას ბიუროკრატიას ეძახიან, რაღაცას deep state. ნუ ეს ტრამპიც ხან მანდარი ხან იქ არის, ნუ როგორც არის რა. სანამ რაღაც საკითხს გადავთ გერმანიასთან მინდა რომ დაგაბრუნო და თურქეთთან ერთი ესეთი ეშმაკის ადვოკატი უნდა და არ უნდა გაუშვათ ეგ თემა, იმიტომ რომ მე უნდა შემოვიდე ანუ რა მაინტერესებს ახლა ჩვენ ხო ვიცით რომ ევროკავშირში გაწევრება არის დაფუძნებული მიღწევებზე და დამსახურებებზე. ახლა ჩვენ რო ძალიან გულსფრები ვიყო და გულზე ხელი დავიდოთ, უნდა ვთქვათ რომ თურქეთის დემოკრატია ვერ აკმაყოფილებს ყველაზე მსუბუქად რო ვთქვათ იმ საჭიროებებს, რაც არის ევროკავშირის წევრობაზე. თუ კი ევროკავშირის წევრობა გახდა პოლიტიკური გადაწყვეტილების ამბავი და აღარ არის თლად დამსახურებაზე დაფუძნებული, ეს საკითხი როგორ შეიძლება ევროკავშირის შიგნით თვითონ დატრიალდეს უკვე წევრ ქვეყნებზე და როგორ შეიძლება განევრცოს პოტენციურად წევრ ქვეყნებზე. იგივე ამ შემთხვევაში არ დავყოფ მე მიუხედავად ის რომ ყველაფერს აკეთებენ რომ ეს ტრიო დაიშალოს, მე მაინც არ გავყოფ და ვიტყვი უკრაინა, მოლდოვა, საქართველო. იცი რა, ვერ დაგეთანხმები, რომ შეიძლება წავიდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და არა ზუსტად დაფუძნებული იმაზე, ანუ იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რაც საჭირო არის. აქ ალბათ ჩემი აზრით ეს უბრალოდ არის ღიაობის დემონსტრირება და იმის ჩვენება, რაც საქართველოს შემთხვევაშია, რომ ჩვენი კარი ღია იმ ქვეყნებისთვის და მსურველებისთვის, ვინც ითვალისწინებს და იმ ფასეულობებზე დგას, რაც ევროკავშირი და აქ უკვე ბურთი თურქეთის მოედანზე გადადის. ანუ თუ კი ერდოღანი დაუბრუნდება ათათურქის გზას, რა თქმა უნდა, მე ასე მგონია, იმიტომ რომ პრაქტიკა და ევროინტეგრაციის პროცესი სწორედ ამას გვიჩვენებს და მით უმეტეს ეს ახალი მიდგომა იმისა, რომ გეოპოლიტიკური ბერკეტად აღიქვამენ ევროკავშირში გაფართოებას და აღმოსაფხრელად ეგრეთ წოდებული რუხი ზონების, ევროკავშირი გეუბნება, რომ მე ჩემ გარშემო მინდა იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე, ეკონომიკური წინსვლა და ადამიანებმა იცხოვრონ კარგ გარემოში და ამისთვის ჩვენ გიღებთ კარს, აღარ ვართ ისეთი ჩაკეტილი, როგორც იყო, იმიტომ რომ დღევანდელმა ვითარებამ ასე აჩვენა, რომ ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც უკეთესია. ჩვენ გიხსნით კარს, მაგრამ რა თქმა უნდა, შენ თუ გინდა ამ ოჯახში გაწევრიანება, მათ აქვთ თავისი ფასეულობები. მერცის მხრიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, სწორედ ამ ფონზე, სადაც თურქეთი არის, ვთქვათ, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, მაგრამ ერთის მხრიდან ეს არის დაფიქსირება იმისა, რომ ევროკავშირი მზად არის და ვთქვათ, პოტენციურად იფიქროს ამხელა ქვეყნისთვის. ესეც ხო ძალიან რთულია. ეს საქართველო ხო არ არის ამხელა ქვეყანა, წარმოიდგინეთ თავის ეკონომიკით, ამხელა მოსახლეობით, რომ ევროკავშირის ძალიან ჭრელია თან. კი, ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი აზრით და არ მგონია ბოლოს გიო ბოდიში რომ ისა იცი მინდა დავასრულო. არ მგონია რომ მერც ამ სახის განცხადება თქვა შეუთანხმებლად რაღაც კოლეგებთან გაეკეთებინა ასეთი მაღალი
ტრიბუნიდან და ჯერთი მან ხო გზები არის წინ რამდენი რაღაც უნდა გაიაროს თურქეთმა თუნდაც კანდიდატის სტატუსამდე რომ მივიდეს უვიზო მიმოსვლის საკითხსაც აყენებს თურქეთი და არა ერთ საკითხს არა ხო და პირველი ალბათ რაც უნდა გააკეთოს პოლიტიკური კომპრომისია რაღაცებზე ანუ იგივე სანქციების გათვალისწინების ნაწილი რა ალბათ რაც ეხაც ხელია არა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ის რომ ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა რომელიც ჩნდება ძალიან იშვიათად ხო ანუ რაღაცა გარკვეულ 10 წლეულში თუ 100 წლეულში ერთხელ ხდება რომ რაღაცა კარი იღება და მზად არის ქვეყანა და ქვეყნების გაერთიანება რომ ამ კარაში მიიღოს ახალი წევრი ხო ეს ერთი ამბავი მაგრამ მეორე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავიდან რაზეც იამ დაიწყო საუბარი და ეხლა თამარმაც განაგრძო ეს არის ეგრეთ წოდებული boots on the ground ოპერაცია სადაც მოკავშირეები შესაძლოა გახდნენ უკრაინის ტერიტორიაზე ხო ანუ აქ საუბრობთ რაღაც გაერთიანებულ ოპერაციაზე, როდესაც ნატოს წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და შესაძლოა რაღაცა სხვა ეგიდით კიდევ სხვა სახელმწიფოები გაერო რჩება. გაეროს წევრები გაჩნდნენ აი ამ მანდატით, რომ იქ უზრუნველყონ გარკვეული უსაფრთხოება დაიცვან და ასე შემდეგ. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თურქეთის პოზიცია, ხო? თურქეთი, რამდენადაც ჩვენ ვიცით, ანკარა მუდმივად აწარმოებდა ამ მოლაპარაკებებს ბრიუსელში იმისათვის, რომ ის იყო მზად, გაეგზავნა საკუთარი ძალები, რათა უზრუნველყოფა მოეხდინა ამის. თურქეთი ეს თავისთავად ძალიან საინტერესო ფენომენია, იმიტომ რომ თუ ჩვენ მაყურებელს ვინმეს არ ახსოვს, ჩვენ შევახსენოთ, რომ მაგალითად კორეის ომის დროსაც თურქეთს ყავდა თავისი კონტინგენტი გაგზავნილი და რა თქმა უნდა ამან თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი გამოიღო თურქეთის ნატოში გაწევრების თვალსაზრისით, ხო? დაახლოებით საკმაოდ რამდენიმე ასეული ყავდა თურქეთს მაშინ მსხვერპლი კორეის ნახევარკუნძულზე და ეს არ იყო პატარა ციფრი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დიდი იყო, თუმცა იმ პერიოდისთვის თურქეთი არ იყო ესეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს და ახლა თურქეთი რეგიონის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, ძალიან დიდი მოთამაშე, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს ყველგან. ჩვენთვისაც ეს არის ძალიან დიდი შანსი, რომ ვისთანაც გვექნება ჩვენ, ანუ ევროკავშირთან თუ კი გვექნა სახმელეთო საზღვარი, ეს იქნება თურქეთი, იმიტომ რომ ნატოსთან გვაქვს ჩვენ სახმელეთო საზღვარი და ეს არის თურქეთი და თუ კი თურქეთი გახდა ევროკავშირის წევრი, ეს ჩვენთვისაც ძალიან დიდი პლუსია, ხო? აღარაფერს ვამბობ შავ ზღვაზე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ჩნდება, ხო, აქ. და მინდა რომ აი ამ თემაზე კითხო, იგივე მაკრონისგან ცხადება, რომ საფრანგეთიც ასევე მზად არის და როგორ ჩანს ბრიუსელიდან ეს ყველაფერი რამდენად ინტენსიურად, რამდენად ფორსირებულად მიმდინარეობს მსჯელობა აი ამ ოპერაციაზე, რომ უკრაინაში გაჩნდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ჩაერთვებიან იქ მშვიდობის უზრუნველსაყოფს. სულ პატარა რეპლიკა მექნება, აი ძალიან საინტერესოა ქართული ოცნების პროპაგანდა, რა სიტყვის იმ შემთხვევაში თუ თურქეთი ძალიან აქტიურად დაიწყებს ევროინტეგრაციაზე საუბარს, ანუ სტეიტმა გაიმარჯვა იქაც რა. ანუ ეს თემები არ არის. ანუ ეს თემები რაც აქ მუშაობს, იქ ანუ რეალობას თხოაცდენილი იქნება თურქეთის შემთხვევაში. ანუ ვის საშიადება სიტყვის რომ თურქეთში deep state-მა გაიმარჯვა, მორჩა რა თქმა უნდა, მიდი და ამტკიცე. არა, ჩვენ ხედავთ რუსულ ნარატივს თურქეთთან მიმართებით, ხო? ანუ ეს არ არის ერთი და ორი კვირა, ეს ანუ წლების განმავლობაში მიმდინარეობს თურქეთთან მიმართებით ძალიან მძიმე პროპაგანდა, ძალიან მძიმე ნარატივი, რომელიც ხო, რომელიც სხვათა შორის რომელიც თავის ფესვებს იდგავს, ესე არ არის მოსახლეობაში. ხო, ილექება ეს რაღაცა პროპაგანდის ნიშნები და სამწუხაროა, რომ ამ დეზინფორმაციასთან აქტიური ბრძოლა არ მიმდინარეობს, ისე როგორც საჭიროა, ხო? კაი, ბოდიში გადახვევა. ხო, რა ესა, რატი მართალი იყავი შენ კანდიდატი არის თურქეთი, რო არ შევიყვანოთ შეცდომაში. ძალიან დიდი ხანია კანდიდატია მთელი საქმე მაგაში. 24 წელია, კი, იმდენი ხანია კანდიდატია, რომ უკვე ანუ თურქეთსაც გადაძ, იმიტომ რომ არაერთხელ ქართული ოცნება სწორედ ამით აპელირებს, რომ აგერ თურქეთსაც კანდიდატის სტატუსი და არაფერს არ ნიშნავს, კაცო, თუ არ შეასრულებ მე ნაბიჯებს, არაფერს არ ნიშნავს, თუ შეასრულებ ნიშნავს. კი, და
და ალბათ აი ზუსტად შენ შეკითხვაზე ესეც არის პასუხი, რომ ანუ მხოლოდ დაფუძნებულია გაწევრიანება იმ დავალებების და იმ პირობების შესრულებაზე, რაც ნებისმიერ ქვეყანას აქვს და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აქ არ არის გამორჩეულად რომელიღაც ქვეყნისთვის უფრო მეტის მოთხოვნა ან რომელიღაც ქვეყნისთვის ნაკლები, არის ერთიანი წესი და მერე უკვე მიდიან კონკრეტული ქვეყანა, იქ მიდის სკრინინგი, რომელიც სხვათა შორის ესეც უნდა ვთქვათ, უკრაინამ და მოლდოვამ ძალიან სწრაფი ტემპებით დაასრულეს, არა თუ დაიწყეს, დაასრულეს ძალიან სწრაფი ტემპებით და მერე უკვე ამ კოპენჰაგენის კრიტერიუმების თავების გახსნა დახურვა უკვე მიდის კონკრეტული ქვეყნებზე, ეგ უკვე ცალკე ესე ვთქვათ кейსებია. სიტყვა დავალება ისე ჟღერს, რომ იმას ვქოთ დავალება კონკრეტულად, აი როგორც სკოლაში საშინაო დავალებას იძლევიან ხოლმე დაახლოებით მაგ დავალებაზეა საუბარი და არა მითითებაზე ან რაღაცა თავს მოხვევაზე. სუვერენულ დემოკრატიაზე მივდივართ. რატი ეს დავალებებიც ისეთი დავალებებია, რომელიც შენი ქვეყნის უკეთეს გაუმჯობესებისთვის და შენი სკოლაში გვაძლევენ საშინაო დავალებას იმისთვის, რომ ჩვენი ცნობიერება და განათლების დონე ავამაღლოთ, მაგ კატეგორიის დავალებაა და არა დავალდებულება, ასე ვთქვათ და რაღაცის იძულება. ბოდიში გიორგის კითხვას დავუბრუნდეთ. ხო, გიორგის თემას რაც შეეხება, ხო, ეს სამხედრო კომპონენტი უფრო ჩრდილოატლანტიკური ბოდიში 99 წლიდან არის კანდიდატი და მე შეუჩერდა რაღაცა. ხო, ეს სამხედრო კომპონენტი უფრო ალბათ ნატოს განხრით არის საინტერესო. ნუ ეს საკითხი ახლა კარგად იცით თქვენ, რომ ეს სურვილის კოალიციის ფარგლებშიც განიხილებოდა და სხვათა შორის მინდა გავიხსენო, წინა კვირას იყო ბრიუსელში სამიტის, რომელსაც ზელენსკი ესწრებოდა და ზუსტად ესეთი სამხედრო საკითხის შეკითხვები რო დაუსვეს, ალბათ აი ამაზე უკეთესად მეც ვერ გავცემ პასუხს. ზელენსკი იყო აი განსაკუთრებულად ღია და ანუ არ ცდილობდა არანაირად რაღაცა ეთამაშა, თუნდაც იმდენად ღია იყო თავის პასუხებში და აი ზუსტად ამ სამხედრო კომპონენტზე და რას აპირებს, თქვათ, ევროპა და უნდა ველოდოთ თუ არა, თუნდაც ჯარებს და რაღაც მან თქვა, რომ არაფერი არ იცის, იმიტომ რომ ერთ დღეს ერთი გეგმა, მეორე დღეს მეორე გეგმა, რაღაცა ნაწილი ქვეყნების ესე ფიქრობს, მერე ისე ფიქრობს და რომ ამ ეტაპზე მას პასუხი არ აქვს, რა შეიძლება მოხდეს. ასე რომ ალბათ უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ ხო იყო ასევე საუბრები სანამ ტრამპის გაპრეზიდენტების პირველ ეტაპზე ზუსტად რომ ვინ გააგზავნიდა შეხების წერტილზე ეს იქნებოდა თქვა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ არ იქნებოდა მერე ქვეყნებმა უარი რა მანდატი ექნებოდათ საერთოდ რას გააკეთებდნენ სადადგებოდნენ ბევრი საკითხი არის მაგრამ ეხლა რაღაცნაირად ტენდენცია რაღაც ისე ჩანს რომ მე მგონი უფრო მეტად გადახრა მიდის რომ ყველაზე ეფექტური არის ეკონომიკური წნეხი რუსეთზე, რომელმაც ზუსტად შეიძლება აიძულოს, რომ პირველ რიგში წამოვიდეს რუსეთი მოლაპარაკებებზე, იყოს ეს ცეცხლის შეწყვეტა და მერე უკვე შესაძლოა დანარჩენ დეტალებზე იყოს საუბარი. ჩემი გადმოხედვით ასე ჩანს ეს თემა. დაანონსებული თემებიდან პრაქტიკულად დაგვრჩა უკაცრავად ნეიტრალიტეტის საკითხი. ზოგადად ნეიტრალიტეტი ისე კარგად ჟღერს, რომ ხანდახან კითხვა გიჩნდება, რომ რატომაც არა ვიყოთ ნეიტრალურები, ხო? ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, გაიხსენოთ წარმატებული ნეიტრალიტეტი. შვეიცარიაზე მოდი არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ შეგვიძლია სხვა საერთოდ სხვანაირი მოცემულობა. მოდი ვილაპარაკოთ იმაზე, რას ნიშნავს ნეიტრალიტეტი ზოგადად და რა პირობებში მუშაობს ნეიტრალიტეტი? მოდი, სანამ რაღაც ხიდი გავაკეთოთ, ხო? აი ეს ხიდი გულისხმობს იმას, რომ ისევ და ისევ ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე და გარკვეული ხვრელების მოძიებას იმისთვის, რომ ორმაგი დანიშნულების პროდუქცია მოხდეს რუსეთის ტერიტორიაზე, რაზეც თამარი საუბრობდა და მანამდე ია, ხო? და საქართველო იყო განხილული და კლავაც არის დღის წესრიგში აი ამ მიმართულებით, ხო? ესე იგი, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 900 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან. ძალიან ასეულობით მონაკვეთი ჯერ კიდევ რჩება შესათანხმებელი.
ხო, ანუ რუსეთს ოკუპირებულია და დგანან ოკუპირებულს თავი დავანებოთ. დგანან იმ სიმაღლეებზე, ანუ გადმოწეული აქვს ოკუპირებულს თავი დავანებოთ. ჩვენ ერთადერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს ზემო ლარსზე, ანუ ლარსზე. რომელსაც ვაკონტროლებთ. რომელსაც ხო, ვაკონტროლებთ ეგეც ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, იმიტომ რომ 97-ში ხე სპირტის ომის დროს მაგალითად სამივე გვირაბი დაიკავეს რუსებმა და გვახსოვს მარტო შევარდნაძის, ასე ვთქვათ, ესა როგორც პროტესტი ამ საკითხთან დაკავშირებით და მერე არაფერი, მერე ზერო, ხო? ანუ არანაირი ფიჭვები წაიღეს ასასხეობის რაღაცა არის რაღაც პრეტენზიები თრუსოზე და ასე შემდეგ, ხო? და შემოდის თემა, ხო, ახალი გზების თემა, ვიცით, ავარეთ ახალ სოფლის კახეთის მიმართულებით, ვიცით, რომ იქით ამ მხრიდან ამ გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, გაჩნდა თემა რაღაც ინგუშეთიდანაც ასევე გადმოსასვლელი და რამდენიმე დღის წინ იყო გავრცელდა სოციალურ ქსელებში მორიგი განკარგულება რუსეთის ფედერაციისა სადელიმიტაციო კომისიის რაღაც ახალი თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ და სუბიექტებად იყო ჩამოთვლილი აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო, როგორც თან დსთ-ს ფარგლებში რაღაც დსთ-ს წევრი ხო. ესე ძალიან ისეთი სერიოზული პასაჟია და რა თქმა უნდა პროპაგანდის მიმართულება მუდმივი აპელაცია იმაზე რომ რაღაც ნეიტრალიტეტი ჩვენი თავი ჩვენ გვეყუდნოდეს ჩვენ შეგვიძლია დამოვიყოთ რაღაც როგორ თქვი რაღაც სუვერენული დემოკრატია ორივე ფეხზე მყარად ვიდგეთ ძმაო ხო რაღაცა ესეთი საუბრები შემოდის და ამასობაში საერთოდ არის ამოვარდნილი თემიდან რას ნიშნავს იყო ნეიტრალური წინა ფლანგზე გამოიყვანეს უფლებადამცველები რაღაცა რომელთა ძალიან საეჭვო რეპუტაცია აქვს ყველაზე ხო და მიდის ამ თემის ზონდირება მთლიანად მოსახლეობაში რომ იცი რა მოდი ვიყოთ ჩვენთვის და ამასობაში ბოლო პასაჟი ხო რახან შვეიცარია ცოტა გვერდზე გავწიეთ არ და გვავიწყდეს რომ ნატოს ბოლო გაფართოებისას ვინ გახდნენ წევრები ფინეთი უზარმაზარი დაახლოებით 1200 კილომეტრი სახმელეთო საზღვრით რუსეთის ფედერაციასთან 1300 ჩემტა მადლობა და შვედეთი რომელსაც ასევე ემუქრებოდა რუსეთის ფედერაცია გოტლანდის კუნძულს კონკრეტულად ხო და ორივე ქვეყანას საუკეთესო სამობილიზაციო და რეზერვის სისტემა სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ორივეს განვითარებული ანუ ვოლვოს და ემას აღარ ჩამოვთვლი უბრალოდ საკმაოდ მდიდრები მუშეპო ძალიან მაღალი ერთსულ მოსახლეზე ყველაფერი მაღალი იდეალურად და აქამდე ინარჩუნებდნენ მიუმხრობლობას და ნეიტრალიტეტს და აღმოაჩინეს რომ ვიცით რა ესეთ მეზობელთან თან განსაკუთრებით 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ აბსოლუტურად მარტო დარჩენა პირისპირ რუსეთის ფედერაციასთან ნიშნავდა განადგურებას და სიკვდილის თოლპასი იყო შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება და ამისთვის ძალიან კარგი მომენტი ბოლო ისინი აკეთებდნენ ყველაფერს ყოფილიყვნენ თავსებადები ანუ სრულ სინქრონში ყოფილიყვნენ მაგიტომაც ერთ დღეში და მაგიტომაც ხო და ამიტომაც უმტკივნეულოდ მოხდა გაწევრება ანუ მომენტალურად არ დაჭირდა არაფერს ამისთვის გვამზადებდნენ ჩვენ ნამდვილად სამწუხაროდ სხვათა შორის აი მაშინის მასხრად რო იგდებდნენ მეპის გარეშე და საქმეზე ხო მართლა ისე გაწევრიანდნენ ფინეთი და ჩვენდეთ მეპის გარეშე ჩვეულებრივად მარტო თავის დროზე კონკრეტული ქვეყნებისთვის მოიგონეს თორე ეს კი არისო თავიდანვე წესდებაში აქვე რაც გასათვალისწინებელია ჩემი აზრით არის ის თუ ვინ არის ნეიტრალური სახელმწიფო და იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და რა ბედი ეციათ მათ ნეიტრალური იყო ეხა მოლდოვა კი ბატონო და თურქმენეთი ნესტრისპირეთი წაიღო რუსეთმა მაგას ვიძახი სანამ მაგას გადმოვანახეთ დაშლის შემდეგ მოლდოვას არანაირი პრეტენზია არ ქონია არანაირ ბლოკში გაწევრებაზე არა თუ ნატო არამედ სხვა და მიუხედავად იმისა რომ ნეიტრალიტეტი ქონათ გამოცხადებული ნესტრისპირეთის ამბავი მაინც მოხდა ზუსტად ისე როგორც საქართველოში აფხაზეთში. და არა მარტო ჩვენი გაგაუზია გვავიწყდება ყოველთვის თითქოს არ იყოს პრობლემა. ანუ როგორც ჩვენ გვაქვს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონის პრობლემა, ზუსტად ანალოგიური ორი თათი დევს მოლდოვაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალურები იყვნენ. კიდევ ერთი ნეიტრალური ქვეყანა, როგორც გითხარით, არის დიდი თურქმენეთი. კი, თურქმენეთს თავისი ენერგორესურსები აქვს, ძალიან
ბევრი, მაგრამ მიუხედავად მაგისა, მათი ნეიტრალიტეტის ისეთივე აბსურდული და high risk არის, როგორც რაღაც თუნდაც იგივე მოლდოვას, იმიტომ რომ ისინი აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან რუსეთზე. პოსტსაბჭოთა სივრცეში ნეიტრალიტეტის გამოცხადება თავის თავში ავტომატურად გულისხმობს რუსეთზე დამოკიდებულებას. ეს მე კი არ ვიგონებ, უბრალოდ ფაქტობრივი მოცემულობა არის ასეთი. შენ თუ კი როგორც ნეიტრალური ქვეყანა არ გაღიარებს და არ გაძლიერებს და არ გიჭერს მხარს დანარჩენი მთელი მსოფლიო და რომელიმე ერთ კონკრეტულ სუბიექტს აქვს ინტერესი რომ შენ ნეიტრალური იყო, მაშინ უბრალოდ აი ამ ერთი სუბიექტის ქვეშევრდომი გამოდიხარ და არა ნეიტრალური. ასე რომ ნეიტრალიტეტის საფრთხე სწორედ ამაში არის. მე ასე ვხედავ თუ რამეში თქვენს არა აბსოლუტური ილუზია რა თქმა უნდა და მაგიტომაც ვახსენებთ რა ანუ ეს იგივე ილუზია რაც არის დემოკრატია რაც არის რუსეთი როგორც დემოკრატიული სისტემა ხო ესე ფასადურად ესე პოზიციონირებენ ანუ ეს ყველაფერი ეგ არის რეალურად რომ ხდება შეფუთვა თითქოს რაღაცა ნეიტრალიტეტი თითქოს რაღაცა არ ხარ დამოკიდებული მაგრამ რეალურად ხდება აბსოლუტურად სხვა რამე და ნუ ამას ძალიან კარგად გამოიყენებენ მე ძალიან თვალში მომხვდა ასევე დღეს უსმენდი პოლიტიკოსების ინტერვიუებს რომელიც პარლამენტში იყო ჩაწერილი ქართული ოცნების ყველა დეპუტატი ძალიან ხმამაღლა უკრავდა ტაშს ამ ახალი პარტიის დაფუძნებას და ნუ ეს იგივე რაღაც პროქსი პარტია იქნება რაც იყო ხალხის ძალა წინა როცა ვიღაცას აუქმებ ის ადგილას ახალი გჭირდება. ანუ ეგ კიდე ცალკე ამბავია რომ ხო იქით აუქმებენ საკონსტიტუციო სარჩელი აქეთ პლუს რაღაცა ახალი პარტიები ფუძნდება. და ერთი სანამ ახალ პარტიაზე ვიტყვით და თამარს უნდა უთხრათ მადლობა რომ ევროსკოპზე გამოაქვეყნა პირველად ქალბატონი ბურჯანაძის შეხვედრა ლუკაშენკასთან და ამაზე ხო თამარი იტყვის ერთი რამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ რას ნიშნავს კიდე ეს ანუ ნეიტრალიტეტის ამბავი კიდე რა ნეიტრალიტეტი მეგობრებო არის ძალიან დიდი ფუფუნება ანუ ეკონომიკურად უნდა იყოს სახელმწიფო ძალიან ძლიერი, მას უნდა ყავდეს ძალიან ძლიერი ჯარი, უნდა ქონდეს ძლიერი სამობილიზაციო სისტემა, უნდა ქონდეს ძლიერი რეზერვი, უნდა ქონდეს საკუთარი შეიარაღება. შვეიცარია არ ვახსენოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენოთ იმ თვალსაზრისით, რომ შვეიცარია გააჩნია საკუთარი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და საკუთარი პირობები აქვს, ხო? ანუ საუკეთესო სამობილიზაციო სისტემა აქვს, ანუ საუკეთესო სანგრები აქვს, საუკეთესო ბუნკერები აქვს. დღემდე ყველა სახში იარაღი აქვს და ყველა გადის გარკვეულ წვრთნებს, სოფელი, რაიონი თუ ქალაქი და ასე შემდეგ, ყველა მოქალაქი და აბარებენ ნორმატივებს. თან და თუ არ ჩააბარებენ, მოუწევთ ხელმეორეს. სამოქალაქო თავდაცვის სისტემა აქვს ისე აწყობილი, რომ საუკეთესოდ და ჩვენ გვავიწყდება, რომ ნატოს წევრ ქვეყანა შეშურდება. ამ მოცემულობაში, როდესაც მილიარდობით ლარი არის ჯიბეებში ჩალექილი, ვიღაცა ჩინოვნიკების თუ მინისტრების თუ ხარბი ადამიანების რომლებიც იყვნენ ძალაუფლებაში და მაშინ როდესაც ქვეყნის შეიარაღებული ძალები პრაქტიკულად განადგურებულია, აქ ძალიან რთულია ისაუბრო იმაზე, რომ შენი თავი შენ თვითონვე გეყუდნოდეს, ხო? რანაირად? როდესაც შენ საკუთარ უსაფრთხოებაზე არ ზრუნავ, როდესაც შენ საკუთარი ჯარისკაცის ჯიბეში ხელს ყოფ და ბატონი ბურჭულაძე ბატონი ღარიბაშვილი რომლებიც იყვნენ თავდაცვის მინისტრები ახლა ქარსილაძე რომელიც ინფრასტრუქტურაზე და ინფრასტრუქტურა არის ჯარის ერთ-ერთი ხაზი ხო მიმართულება მინიმუმ უამრავი კითხვის ნიშანია ამ მიმართულებით და რაც შეეხება ნეიტრალიტეტს ხო რატი ძალიან მარტივად არის რა, ანუ ან იმდენად ძლიერი უნდა იყო, რომ არაფერი გადარდებდეს, რომ ვინმე მოვა და შენს ნეიტრალიტეტს და შენს მშვიდილს დაარღვევს, ან კიდევ ყველას უნდა ჭირდებოდეს, რომ შენ იყო უსაფრთხო და რაღაცა სერვისს უნდა აწვდიდი, ან რაღაცის გამტარი უნდა იყო ისეთი, რომ არავის იმდენად ბევრი ინტერესი იყოს გადაკვეთილი, მე ესე ვხედავ ამ ძალიან მარტივი მოდელი რომ ავხსნათ, რომ შენ იყო ამ ყველაფრით მშვიდად, რომ თუნდაც
თუნდაც ვიღაცამ დახოცოს ერთმანეთი და შენ არ შეგეხებიან. ერი იყოს, შენ არ შეგეხებიან, იმიტომ რომ ორივე სჭირდებია. ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვიცი, უბრალოდ ძალიან დიდ ტყუილს გვთავაზობენ, რომ დავივიწყოთ საერთოდ რომ მტერი ყავს და არსებობს და დავივიწყოთ ის, რომ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რასაც გიორგი საუბრობს, რომ უნდა ვიფიქროთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, განვითარებაზე, თავსებადობაზე, ასე და ასე შემდეგ. ანუ ამის შემოთავაზებაა რეალურად, რასაც მე უკვე ამ გრძელვადიან სტრატეგიაში ალბათ კიდევ რაღაც ინიციატივები მოყვება, რასაც პრინციპში ვახსენებთ ხოლმე, რეფერენდუმი, თუნდაც რომ არ გვჭირდება რაღაც დასავლური ინტეგრაცია, საკონსტიტუციო უმრავლესობის თემამაც გაიჟღერა და ხო ეს ხაზი ვითარდება, ფაქტია და ამას ემსახურება ნეიტრალიტეტზეც თუ რაღაც სუვერენულ დემოკრატიაზეც საუბარი. სრული ბოდვა. და რა უნდა ქალბატონ ბურჯანაძეს ლუკაშენკასთან? ხო, ძალიან საინტერესო არის ეს, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეს კადრები და ჩემთვის ძალიან პროპაგანდისტულად ძალიან ისეთი სამბეჭდავი იყო, იმიტომ რომ თუ მაყურებელი ნახავს, ვინც ნახა, მოდის პირველ რიგში არიან უნგრეთის პირველი დიპლომატი პიტერ სიარტო, სერგეი ლავროვი, ვიღაცები და ლუკაშენკო მოდის, რაღაც ძალიან მოკლედ ესალმება ამ ადამიანებს და ჩერდება ნინო ბურჯანაძესთან და ესეთი დიალოგივით იმართება, ურთიერთ კომპლიმენტები და რაღაცა სამომავლო გეგმებივით, რომ როცა გეცლებათ ქალბატონო ჩამობძანდით, ვისაუბროთ, ბურჯანაძემ თქვა, რომ ის ძალიან საინტერესო შესანიშნავი ორატორია და რაღაცა საკითხები აინტერესებს და ის პატიჟებს და ამ შემთხვევაში ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის ძალიან საინტერესოა ვის წარმოადგენდა ნინო ბურჯანაძე, ვინ მიიწვია ის ამ მინსკის რაღაც უსაფრთხოების თუ კონფერენციაზე, რისთვის ჩავიდა, ან რა მოლაპარაკებები უნდა გამართოს ლუკაშენკოსთან და ჩემი ძალიან სუბიექტური აზრი არის, როგორც ზოგადად იქცევა ხოლმე პუტინი და კრემლი, ასეთ დროს, როდესაც რაღაცა სცენარი აქვს კონკრეტული ქვეყნის მიმართ განსახორციელებელი, მას რამდენიმე პროექტი აქვს და მონიტორინგს აკეთებს, უყურებს, რომელი პროექტი გაამართლებს. სხვადასხვა პიროვნებებს წამოწევს, რაღაცნაირად სხვადასხვა სიტუაციებში ტესტავს და შეხედავს თვითონ როგორ იქცევიან ეს პიროვნებები და როგორი მიმღებლობა აქვთ თუნდაც მათ ამ რაღაც კომუნიკაციას ქვეყნის შიგნით და ამის მიხედვით იტესტება და არ ვიცი მე არ გამოვრიცხავ რომ ჩვენ კიდე რაღაც საინტერესო რაღაცების მომსწრე გავხდეთ და გავიგოთ იმიტომ რომ არ ვიცი, მე მგონი ძალიან უცნაურია ეხა ისე გააცოცხლეს, რატო გააცოცხლეს უცბად ბურჯანაძე? არსაი, რამდენი ხანია პოლიტიკურ პროცესში ჩართული აღარ ყოფილა? ფიქრობ, რომ საერთოდ ბექში იყო და არსადაც არ წასულა. პაკლავნაია გარადან მოყოლებული ეს ადამიანი იყო უბრალოდ ბექში, წინა ფრონტზე არ ჩანდა და რაღაცებს მუშაობდა. ხო, იცი რატო? ნახე უბრალოდ ლოგიკურად რომ იმსჯელო, თქვათ, კარგი მიიწვიეს რაღაცა ძველი ნაცნობობით და კონტაქტები არ შეუწყვეტია და დაუშვათ და მიიწვიეს ამ უსაფრთხოების მინსკის მესამე კონფერენციას დაუშვათ. ერთი ის არის რომ როგორც ქართველი პოლიტიკოსი რა გინდა იქ რომ მიდიხარ მინსკში, რა დაგჩენია. მეორე თქვათ მიგიწვიეს წახვედი. არავინ არ დაგსვამ შენ იქ პირველ რიგში რომ მე გასაუბრება მოაწყოს შენთან დიქტატორმა ლუკაშენკომ. შეიძლება სადღაც იქეთ იჯდე უკან და შენთვის იყო ის მიცი ის ისტორიაც გამახსენდა სერგეი მარკოვი, რომელიც აღმოჩნდა აზერბაიჯანში ილხამ ალიევის მიერ მოწყობილ მედიის ფორუმზე, რომელიც აგენტად ცნეს და წარმოგიდგენიათ ეხლა როგორ შეიძლება ამ ვითარებაში, როდესაც ასე ყველაფერს აკონტროლებს პუტინი და თავისივე პროპაგანდისტი და მისი ფაქტიურად მხარდამჭერი, იმიტომ რომ ერთხელ დაფიქსირდა ალიევის მიერ მოწყობილ ფორუმზე, უცებ ეხა ნინო ბურჯანაძე თვითონ მიიწვია ვიღაცამ და აღმოჩნდა პირველ რიგში ლავროვის და სიარტოს და რა ვიცი, პრორუსების გვერდით. ხო, არა სტატუსი, არა საჯარო ინფორმაცია, რეალურად რატო იყო, ვინ გააგზავნა, რა
ამიზნით, ანუ ჩვენ არაფერი ვიცით ამის თაობაზე. ჩვენ ზოგადად არაფერი ვიცით, მე ჩემი განცდა ესეთია, რომ არაფერი ვიცით ეს ხალხი საერთოდ ვისხვდება, ვის ელაპარაკება და ნოლი არის გამჭვირვალობა ამ ხრივ. ანუ ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ არ ელაპარაკებიან დასავლეთს და ან ხანდახან თუ სადმე გაივლიან და ფოტოს გადაიღებენ, ამას პიარი გვთავაზობს, რომ აი რაღაც დიდებული მოხდა, მაგრამ ანუ რეალურად ანუ მე მაგ შიმშილი არაფერი არ ვიცი, ვის ელაპარაკება პირობითად ბიძინა ივანიშვილი და ასე შემდეგ. ანუ ის რომ არაფერი ვთქვათ ამ ახალ ცენტრებზე, იმ რბოლაზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ აი იქ რუსეთის კარზე ახალი რბოლა შეიძლება მიდიდა დასვი კითხვები, ვინ აგიგძალა? ისე საინტერესოა ნინო ბურჯანაძესთვის ნეტა არავის არ უცდია მიემართა ან დაერეკა ან რაღაც რო ეკითხა რომ რატო იყო ჩასული იცი როგორი ამბავი არის მან მოდი მრავალწერტილად დავტოვოთ და ნელ-ნელა შევაჯამოთ იმიტომ რომ კი არის YouTube პროექტი მაგრამ მაყურებლის მოქმედებასაც აქვს საზღვარი დიდი მადლობა ვიყურეთ 1 საათში ჩავეტიეთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ შესაძლოა თქვენ ახლა კავკასიაზე გვიყურებდეთ და იცოდეთ რომ ჩვენ YouTube პროექტი ბოლოს იტყვავართ გადმოდით YouTube-ზე აქაც მოგწებნეთ აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში იაქტიურეთ კომენტარებში ნებისმიერი ჩვენს მიერ წარმოქმნილი აზრი რას ფიქრობთ ამაზე დააფიქსირეთ პოზიცია ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ ვინმე ნახავთ ნინო ბურჯანაძეს, კითხეთ რა უნდა და შეხვედრას. ნახვამდის ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. შესაძლოა ეს იყოს ერთ კვირაში, შესაძლოა ეს იყოს ცოტა ადრე, იმიტომ რომ წინაზე ჩავარდნა გქონდა. ნახოთ. ნახვამდის დროებით.